მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. ყოველ სამშაბათს 2:10 წუთზე. საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. უმი სოციუმი. ანუნა ბუკიასთან ერთად. რადიო იმედზე. უმი სოციუმი. სამშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს უმსოციუმობა, როგორც წინა გადაცემაში გამოვაცხადეთ. გადაცემის დღეს ვისაუბრებთ ორ ძალიან რთულ, შეიძლება ითქვას, და მნიშვნელოვან თემაზე. პირველი ეს გახლავთ ტრეფიკინგი, რატომ გახშირდა ჩინეთში ქალების იძულებით წაყვანა. ახალი ზონა არის ეს ქვეყანა ტრეფიკიორებისთვის და თუ გოგონების დაუდევრობის გამო ხშირად ხდება მსგავსი რამ. რა ხერხით იზიდავენ ზოგადად დამნაშავეები პოტენციურ მსხვერპლს და როგორ შეიძლება პრობლემის აცილება სწორი აღზრდით. ეს ის საკითხია, რომელზეც გვესაუბრება ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობის საზოგადოების ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა ნაზაროვა. დღემშვიდობის ქალბატონო ნანა, ძალიან მოკლე შესავალი გავაკეთე და ვამცნი ადამიანებს, რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთგვარ ახალ ზონაზე, შეიძლება ითქვას, ჩინეთზე, სადაც ბოლო პერიოდია ახალგაზრდა გოგონები მიემგზავრებიან სამუშაოდ, მაგრამ სამწუხაროდ ისინი ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლი. შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მომართვიანობის მიხედვით შეიძლება ვთქვათ თუ არა, რომ ეს ზონა გახდა ახალი საშიშის ზონა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის. ეს ზონა საშიშია, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტრეფიკინგია, ასე როგორც კლასიკური დეფინიცია ამბობს. ეს არის იძულებული შრომა უფრო. ეს არის ექსპლუატაცია უფრო. და ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი, იმიტომ რომ ადამიანი ხელს აწერს ერთ ხელშეკრულებაზე და როცა მიდის ადგილზე, იქ ხდება სულ სხვა სიტუაცია და არა ის სამუშაო, რაზეც დათანხმდა და ელოდებოდა, რომ აი ეს გააკეთებს და ამაში ფულს მიიღებს. თქვენ მომაწოდეთ და არის მონაწერი ერთი მსხვერპლი გოგოსი, რომელიც ამბობს, რომ ესე იგი მივყავდით რესტორანში, უნდა გაგვერთოთ ჩინელები, სასმელზე მიგვეზი და მაგიდებთან მათთან ერთად დაგველია, ესენი ხელებს გვიფათურებდნენ, ჩვენ გუშინ გავგიჟდით, პროტესტი გამოვხატეთ, ვიყვიდეთ, ვიწივლეთ და ახლა ჩვენი პასპორტები წაღებული აქვთ. დავრეკეთ სულ ეს რა ფორმაა ტრეფიკინგის, რომ გაგვიმართოთ ჩვენთვის თავიდან აიღეს. მე უბრალოდ ამონარიდი წავიკითხე გოგონას მონაწერიდან, სრულად ისტორია ჩვენ ჯერ არ მოგვიყოლია. უბრალოდ ეს რა ფორმაა, როდესაც ადამი ქალები მიყავთ იმისათვის, რომ რესტორანში გაართონ მოსული კლიენტი და ამით თქვათ გაზარდონ გაყიდვები. რა ქვია ტრეფიკინგის ამ ჯერ კიდევ ჩვენთვის უცნობ ფორმას, რომ განგვიმარტოთ? ეს არის კონსუმაცია. ეს არის სამუშაო და თუ ადამიანი ამაზე იცის, რომ უნდა იმუშაოს და კონსუმაციით იყოს დაკავებული და ამაში ფული მიიღოს, ეს ერთია. და როცა ატყუებენ, რომ უნდა იცეკვო 3 საათი დღეში და მიიღებ ამაში ხელფას და მე როცა მიდის პასპორტს ხელიდან ართმევენ და აი ის სიტუაცია, რასაც დაიკითხეთ, სიტუაცია ხდება, ეს არის მოტყუება. თუ პასპორტი არ აქვს და თუ არ შეუძლია წავიდეს იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობს, ეს არის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. თუ სახში ვერ რეკავს და ვერ ეუბნება რა ხდება, ეს არის უკვე კონტაქტების შეზღუდვაც და ეს უკვე ძალიან ახლოს არის. ის შემთხვევა, რაც ფრაზა, რომელიც მე ამოვიკითხე, ესე მოხდა, რომ თქვენ დაგიკავშირდათ ამ მსხვერპლი გოგონას მეგობარი და მოკლედ პრინციპში გაუმართლათ, რომ იპოვეს ადამიანები, რომლებმაც დააკვალიანეს. ზოგადად მომართვიანობა რამდენად მაღალია? ეს იყო ერთი შემთხვევა 1 წლის წინ და კიდე მეორე შემთხვევა იყო 1-2 თვის წინ, როცა ერთი გოგონას დედამ დარეკა და სთხოვა დახმარება, რომ რა ვქნა, აი გოგო ჩემი მიდის და ვერ ვაჩერებ. და ასე წავიდა 68 გოგონა. გუშინ თქვენ ბრძანეთ, ხელშეკრულებით, მაგრამ რა ხდება იქ მერე, ვინ იცის. ეს არის ახალი ფაქტი 68 გოგონას გამგზავრების და ჯერჯერობით შეიძლება ძალიან კარგად მუშაობენ და მუშაობენ იმ ხელშეკრულებით და აკეთებენ ის, რასაც შეპირდნენ, მაგრამ ვინ იცის.
რისკი არსებობს, ამაზე საუბარი. არსებობს, დიდი რისკი არსებობს. როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ შემთხვევაში? თქვენ გუშინ ჩვენი საუბრისაც ბრძანეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღზრდა. აღზრდაში რას გულისხმობდით? რა არის მნიშვნელოვანი? რა უნდა გაითვალისწინონ ახალგაზრდა გოგონებმა და მათმა მშობლებმა, რომ ისინი არ გახდნენ შემდგომში მსხვერპლი ტრაფიკინგის? იცი რა, პირველ რიგში ადამიანი როცა აი ასე გავარდება სახლიდან, ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს ადამიანი არ არის სუნთლად ჯამთელ ოჯახში. დიახ. ეს პირველი. მეორე, როცა გოგონა, როცა მშობელი ამბობს, რომ რისკია და მიდიხარ, უნდა მოიხმინოს არა? თვითონ გოგონა უნდა იფიქროს, რომ მოდი თუ ჩემი მშობელი ამბობს, რომ დიდი რისკია, მოდი მეც დავიინტერესდები, მეც დავრეკავ, მეც გავიგებ, კონსულტაციას გავივლი, იმიტომ რომ აქედან მიდიან ჩინეთში. ენა არიციან. არიციან ვინ არიან ის ადამიანები, ვინც დახდებიან. ვისთანაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ვიღაცა პასპორტს თხოვს და როგორ აძლევენ თავიანთი პასპორტი სხვა ადამიანის ხელში. აი, ესეც ხო უნდა იფიქრონ, ესეც ამბობს იმაზე, რომ ადამიანი არც იცის, რომ ეს პასპორტი მაგისი საკუთრებაა და მაგისი უსაფრთხოების გარანტია, რომ თუ არ მომეწონა სიტუაცია, ავიღებ ჩემი ვარგი და წავალ. დიახ, მაგრამ ამ შემთხვევაში ესეც არის ისიც არის გადის ქვეყნიდან და ასეთ ადამიანებს, ვინც აი ღრმა არ ფიქრობს, აი ასეთებს ეძებენ. და ეს ძალიან კარგად ჩანს. როცა გადავხედეთ Facebook-ზე და ვნახეთ ვინ იყვნენ ის გოგოები, ვინც წავიდნენ. განიგვიძდა რა პოზები იყო, რა სურათები იყო. აი, იცით რა, როცა ხალი თავისი თავი თვლის, როგორც აი რუსული სიტყვა არის ასეთი ტავარ. დიახ. და როცა ფიქრობს მარტო იმაზე, როგორ ძვირად გაყიდოს თავისი თავი, ის ავტომატურად ხდება ნიფთი. და მე თუ ნიფთი ხარ, მაშინ ბედიც იქნება ასეთი, როგორც რაღაცა ნიფთს. აიღებენ, გაყიდიან, მოკიდიან და ქალბატონო, არ შემიძლია არ გკითხოთ ზოგადად ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, როგორც ამბობენ, სადაც არის ტურიზმი, იქ არის, სადაც არის ზოგადად ტურიზმი, იქ არის სექს ტურიზმის. ჩვენს ქვეყანაში რა ვითარება მეტნაკლებად ამის შესახებ სხვა გადაცემებით მივაწოდეთ ადამიანებს ინფორმაცია, თუმცა მალე დაიწყება სეზონი, მალე ისევ იჩენს თავს ის პრობლემები, რამაც იჩინა გასულ წლებში. ჩვენ საუბრობდით და თქვენ მოგვაწოდეთ ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი ქალი ჩამოყავთ აზერბაიჯანიდან. თუ არის რაიმე სიფრთხილის ზომები, ნორმები და მიღებული რაიმე ზომები წინასწარ იმისათვის, რომ წელს ტურისტულ სეზონზე, ტურისტულ რეგიონებში ჩვენ დავიცვათ ქალები ტრაფიკინგისგან. საქართველოს მოქალაქეები თუ უცხოეთის მოქალაქეები? ალბათ ორივე მოქალაქეებს ამ შემთხვევაში ორივე. ეხლა ჩვენები მიაქვთ საზღვარგარეთ ამ მიზნით, მაგრამ ამდენად სექს ექსპლუატაცია არ ემუქრება საქართველოდან. ქალებს ისინი უფრო ვარდებიან იმაში, რასაც ქვია domestic slavery. ეს არის ასე ვთქვათ, მონობა ოჯახებში. ისინი შრომობენ, მაგრამ ფულს არ იღებენ. ეს რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს. ეს რაც ეხება ჩვენებს და იმ გოგონებს, ვისაც მარტო აზერბაიჯანელი არა, ეს შეიძლება იყოს რუსი, უკრაინელი, უზბეკი გოგონა. ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ ძალიან ბევრი ბორდელია უკვე თბილისში, ღია, აშკარა, ეხლაც გავიარეთ პლეხანოვზე და გოგონა ამბობს, რომ საღამოს გავედი და ეს რა იყო? ეს რა ვნახე, რომ ერთი ქართული
ლაპარაკით არ ესმოდა, სულ იყო სხვა ენების, სხვა რაღაც ტიტველი გოგონები, ეს არის ბედი, ასე ვთქვათ, ქვეყნების, სადაც იწყება ტურისტული ბიზნესის განვითარება, იწყება. მერე უკვე უფრო ცივილიზებული იქნება ეს ბიზნესი და ასეთი რაღაცა უკვე არ ემუქრება ჩვენ, მაგრამ ეხლა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ასეთი ჰებიც უნარი უნდა კონდეს ადამიანს, რომ ნახოს რა არის ტრაფიკინგი, რა არის ექსპლუატაცია, რა არის იძულება და დავეხმაროთ უბრალოდ იმ ადამიანებს. ახლოს ტრაფიკინგის ხელთან არავინ არ მოვა კლიენტის გარდა. და კლიენტები ხშირად ხდებიან არაქართველი მამაკაცები, უცხოელები. და ასეთი შემთხვევის ჩვენ დავამზადეთ ბუკლეტები თურქულ ენაზე და ეს ბუკლეტები შეხვდება ადამიანებს, ვინც შედის საქართველოში თურქულ ენაზე და იქ დაწერილია, რომ ტრაფიკინგის სერვისის სერვისით სარგებლობისას თუ ისინი იციან ეს და თუ იქნება ეს დაფიქსირებული, ისინი აი ამ და მუხლით საქართველოს კანონმდებლობით იქნებიან დასჯილი. იქნებიან დასჯილი 5 წლიდან მგონი 5-6 წელია დასჯა. კანონი ამ თვალსაზრისით ძალიან მკაცრია და გამართულია თქვენ ადრეს ბრძანეთ. არის ძალიან ხშირად აღსრულების პრობლემა, ხო? ამ შემთხვევაში იდენტიფიკაციის პრობლემა. იდენტიფიკაციის. ეს ეხება უკვე სამართალდამცავ ორგანოებს, მათ უნდა მოახდინონ ამის იდენტიფიცირება, ალბათ გარდა მას მერე, რაც არასამთავრობო სექტორი თქვათ ინფორმაციას მიაწვდის. ეს ეხება მაგათ პოლიციას და ეს ეხება პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც ხდებიან კლიენტები, აი ამ მსხვერპლების. იმიტომ რომ ისინი შეუძლიათ იდენტიფიკაცია მოახდინოთ. თუ იციან, თუ ადამიანი დაშინებულია, თუ ადამიანი არ აქვს ხელს თავისი საბუთები, თუ მაგასთან ფულზე ლაპარაკობს ერთი ადამიანი და იღებს ერთი ადამიანი და ეს სერვისი მიაწოდებს სხვა მესამე პირი. თუ ის ადამიანი არ აქვს ტელეფონი ან თუ ეშინია სადღაც დარეკოს, თუ ჩანს რომ ეს ადამიანი აქვს ასეთი ასეა ჩაცმული, როგორც როგორც აი ამ სერვისისთვის. უბრალოდ არ მინდა ასეთი სიტყვები ვიხმარო, მინდა უფრო კორექტულად ვთქვა, რომ აი ამ სერვისის მოწოდებისთვის არის მოხერხებული აი ეს მაგისი კაბა, ჩაცმულობა. ეს ხო ჩანს და აი ეს კიდე ფსიქოლოგიური ნიშნები, ეს ყველაფერი ამბობს იმაზე, რომ ეს ადამიანი შეიძლება იყოს ძალადობის მსხვერპლი. და თუ ერთი-ორი შეკითხვა დასვავს ადამიანი, უკვე უფრო მეც გაიგებს. და ამ შემთხვევაში ხო შეიძლება რომ დაეხმაროს პატრულში რომ დარეკოს და თქვას რომ აი აქ არის ასეთი სიტუაცია, უცხოელი ადამიანი, გოგონა, ვინც არის დაშინებული, ვინც არ აქვს პასპორტი ხელში, ვინც სახლში ვერ რეკავს, ფულს არ იღებს თვითონ ხელში, სხვა იღებს და თვითონ მუშაობს უფასოდ. ალბათ ძალიან ცოტა იქნება იმ ადამიანთა შორის ისეთი, ვინც ამ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდებს, რამდენადაც თავის მხრივ ეს მომსახურების ამ სერვისით სარგებლობა ძალიან ბევრი ადამიანი მალავს ჩვენს ქვეყანაში, გამომდინარე სხვადასხვა მიზეზებიდან, ეს იქნება ვთქვათ მენტალური თუ რაიმე სხვა ინდივიდუალური. პროსტა დაეხმარონ ეს გოგონა იმ სიტუაციიდან ამოიღონ
და მე ეს გოგონა თვითონ წავა პოლიციაში. უკვე იციან, რომ საქართველოში პოლიციაში თუ მოხვალ დაეხმარებიან. უკვე ასეთი შიში არ არსებობს. ისინი იციან, რომ ჩვენთან კორუფციის დონე უფრო დაბალია, არ არის თითქმის და მართლა დაეხმარებიან და ძალადობის ფაქტები, ასეთი ჩვენთან არ არის დაფიქსირებული, რომ პოლიცია ძალადობდეს აი ამ გოგონებზე. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნანა საუბრისთვის. ვფიქრობთ, ბევრ ახალგაზრდა გოგონას და მათ მშობლებს მივაწოდეთ საჭირო ინფორმაცია და მეტად ფრთხილნი იქნებიან, ვიდრე ისინი დღემდე იყვნენ. მადლობთ, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ პირველი გადაცემის პირველ ბლოკში ვისაუბრეთ ტრაფიკინგზე და იმ საფრთხეზე, რომელიც არის დაკავშირებული საზღვარგარეთ მუშაობასთან, თუ შენ არა გაქვს ამომწურავი ინფორმაცია. ვისაუბრეთ ახალგაზრდა გოგონას და გაგაცანით მოკლე ამონარიდი მისი ნაწერიდან იქნებ ეს ახალგაზრდა გოგონა არის თქვენთვის ძალიან საყვარელი ადამიანი, მეგობარი, ამიტომ ნუ ვიქნებით ცივი ამ თემისადმი და თუ გვაქვს ინფორმაცია, უბრალოდ გავუზიაროთ ერთმანეთს. დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. უმი სოციუმი, ანუნა ბუკიასთან ერთად, რადიო იმედზე.